ეს მაგიური ცოდნა მოდი ნუ შეგვეშინდება ამ სიტყვის ქრისტე მოხსა მაგალითი რა შესაძლებლობები გვაქვს და რომ არ ვიყენებ აი შევდივარ წიგნის მაღაზიაში და თაროზე პირველივე რაც შემეფეთა სისტემა კავკასკა იოგა ხა იოგა სიტყვა რატო გვაშინებს მე ვერ გავიგე მიღავს ვიღაცა ტელეფონი თუ შეიძლება შემხვდითო ამ განდობილებთან დაკავშირებით ზურო ასტრიზმი საქართველოში იყო ძალიან გავრცელებული საიდან შეიძლება მოსულიყო ეს ცოდნა და რას უკავშირდება საქართველოში შეიცამ თავი შენი ევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარია ქალბატონი ნინო გოძიაშვილი, ჟურნალისტთა ფედერაციის განგლობის წევრი, დამსახურებული ჟურნალისტი და ქართული იოგას წიგნის, ქართულად გამოცემული წიგნის რედაქტორი. ქალბატონი ნინო, მაინტერესებს როგორ მოვიდა ეს ინფორმაცია თქვენამდე და როგორ მოხდა რომ შეხება გქონდათ ამ ტექსტთან და ქართულ თარგმანთან. მირალი ბატონო. სანამ შეგეცხვებზე პასუხს გავცემდე. მინდა დიდი და გულწრფელი მადლობა შეუთვალო გრაფ კოლონოვალევსკის საკაუდან საიქიოში. იმიტომ რომ ამ ადამიანმა არ დაიზარა ჩამოვიდა კავკასიაში. თანაც 1921 წელს ჯამრთელი ათეისტების ხელშია ძალაუფლება. და მოდერნა ეს ადამიანი. აი მან მოძებდა ჩვენ დღემდე ვერ მოვძებდეთ. და ეს უნიკალური სისტემა ჩაიწერა და არა მარტო კავკასიელებისთვის გადაარჩინა ეს სოფლა, არამედ კაცობრიობისთვის. ძალიან საინტერესო ვინმე იყო ეს კოლონოვალევსკი და თან ძალიან ლამაზი მამაკაცია სურათიდან ჩანს, ეს იყო პოლონეთის ელჩი ამერიკაში და ცხოვრობდა ნიუ-იორკში. და იქონდა თავისი მაღაზია, სახელწოდებით ეზოთერიკა და სხვათა შორის ამ წიგნში თვითონვე წერს. ამ ცოდნას მე მაგნიტივით ვიზიდავ ეზოთერიკაზეა საუბარი. მოკლედ ჩაიწერა ეს სისტემა და ჩამოართვეს განდობილებმა პირობა, რომ ის არსად არ გამხელდა მათ ვინაობას. ხა მე მესმის მათი, იმიტომ რომ ახლა გასაბჭოებულია ქვეყანა და რელიგია ისედაც იდევნება და ბუნებრივია ისინი ალბათ იმალებოდნენ. ხასუჩოდეს მე ერთი ეჭვიც გამიჩნდა თავის დროზე, რომ შეიძლებოდა ისინი ჩვენს დღემდე ცოცხლებიც კი იყვნენ, იმიტომ რომ ამ წიგნში აღწერილია მათი გაახალგაზრდავების მეთოდები, არსებობს იქ და საინტერესო და შეიძლება დღესაც ცოცხლები არიან. ოღონდ რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, როგორ ჩამივარდა ეს წიგნი ხელში, დაახლოებით 2008-2009 წლებია ალბათ. ჩემი მეუღლის დაბადების დღეა. ვიდრე საჩუქარს. და ვიცი რომ რაღაცა ეგეთი ეზოთერიული ლიტერატურა მისთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი იქნება და დავდივარ წიგნის მაღაზიაში. ხა ცნობისწე ჩემი მეუღლე თავის დარახველიძე პროფესიით იყო არქიტექტორი, მაგრამ კვანძილკაცობიდან იყო გატაცებული ამ ეზოთერიკით და როგორც თავად აქვს ნათქვამი, თბილისში მას ყავდა ჩინელი მასწავლებელი და ტაიჩის ავარჯიშებდა. ეს ჯერ კიდევ საბჭოთა თბილისია. კი, სანამ მოსკოვში წავიდა და მას განათლება რუსულ ენაზე ჰქონდა მიღებული და მე ასპირანტურაში წავიდა სასწავლად მოსკოვში, იქ დაწერა დისერტაცია, იქ დაიცვა და იქ დარჩა სამუშაოდ. თბილისში ჩამოდის ეროვნული მოძრაობა რო დაიწყო იმ წლებში. თვლის რომ ქართველია და საქართველოში უნდა იყოს ამ დროს. ჩამოდის და მართლაც ჩაება ეროვნულ მოძრაობაში, იყო ჰელსინკის კავშირის აქტიური წევრი, ანალიტიკური განყოფილებას ხელმძღვანელობდა. და მე ვაკის რაიონის საკრებულოს მდივნად დაინიშნა. მეც აზო გავიცანი მას მერე საქართველოში ჩამოვიდა. და მანამდე მე მისგან ვიცი რომ მოსკოვში მოხდა ძალიან საინტერესო ადამიანების წრეში.
ვინც ასევე ეზოთერიკით იყო გაწაცებული. საერთოდ როგორ არის ისეთი, რასაც შენ ეძებ, სწორედ ის გეძებს შენ და საჭირო ხალხსაც შეგახვედრებს. დავდივარ ამ მაღაზიებში და ვეძებ ამ თაზოსთვის რაღაცა ესეც მაკვარანცხულს და აი შევდივარ წიგნის მაღაზიაში და თაროზე პირველივე რაც შემეფეთა სისტემა კავკასკა იოგა შოთ გავარ ეგეთი გაოგნებული ნუ თუ რაღაცა ესეთი არსებობს და მე და დარახველიდან არ ვიცით ნუ სასწრაფოდ ვიყიდე რა თქმა უნდა და ესე ის იყო უკვე რუსული თარგმანი რუსული დიახ რომელიც 2003 წელს გამოიცა უკვე მოსკოვში ეს წიგნი და ნუ ვიყიდე რა თქმა უნდა სასწრაფოდ მოვიტანე სახში და თაზო ვეუბნები ნახე რა მოგიტანე ეს არის და ვარდო ვიციო მე ერთი თეთრ გამკიშტე საიდან აი მოსკოვში ყოფნის დროსო მითხრა მე რამდენიმე თვითონ მათხოვესო ეს იყო უკვე რუსულად თარგმნილი ოღონ ესე იგი საბეჭ მანქანაზე აკრეფილი ტექსტი და მე ესო წაკითხული მაქვს მითხრა ნუ აბა მე ამძახე განგაში, ნუ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მოიხსენება ხა ჩემი ვალია ინფორმაცია მოვიპოვო და გავავრცელო და ნუ ეს უნდა ხალხმა გაიგოს და ნუ ბეჭდა პირველად დავბეჭდე კვირის პალიტაში, მაგრამ დაიწყო ამისი თარგმანი ბწყარედის გაკეთება და ნუ ვქოთქოთებთ ძოლი დაკბარ და სხვა შემთხვევაში ძალიან დიდი მეგობრები და თანამოაზრეები ვიყავით უფრო ვიდრე ცოლქვარი. ნუ მოკლედ და ამ მასში ვარც მოკლედ შემოქმედებით წვასა და დაგვაში და მირგავს ვიღაცა ტელეფონი ახალგაზრდა კაცი თუ შეიძლება შემხვდითო ამ განდობილებთან დაკავშირებით იბატონო ძალიან გამიხარდა ღამე არ მეძინა რომ ნუ ეს თუ მე განდომილებს შემახვედრებს და მე მათგან ინტერვიუს ავიღებთ წავედი იქ ბუკეას ბახთან ღია კაფე იყო იქ შევხვდით ერთმანე წყავა დავლიეთ ვისაუბრეთ და მისხა ეგეთიო არიმალებიანო და ნუ ახალ ეს ცოდნასო ნუ არავინ არ არისო მსურველიო რომ მიიღოს ეს ცოდნაო და ასე რომ შემილია შეგახვედრო მეუბნება და მე რაღაცები ვისაუბრეთ მე ცოტა უკან დაიხია მე რა ვიცი და რაღაცა უცნაურად დავშორდით ერთმანეთს ისე რომ არც თავის ტელეფონის ნომერი არ დამიტოვა ასე მე დაგირეკავთ მითხარ ახლა თქვენად დაგირეკიათ ისე იმას ესე იგი ერთჯერადი შეხვედრა იყო ეს შეხვედრა მე უფრო ისეთი სამეჭილება დამსჩა რომ რაღაც აი მომთელა ამ ადამიანმა რა ვიცოდი იმაზე მეტი რაც პრესაში იბეჭდებოდა ალბათ ამის გაგება უნდა ჩემ არ ვიცი მოკლედ ნუ დავშორდით და მეტი აღარც შემხედრია ეს ადამიანი. ნუ ხა ჩვენ წიგნი გადავთარგმნეთ ძალიან დიდი თანადგომა მაშინ ფინანსური გაგვიწია თაზოს ყავდა მოსწავლე ნუ ზარ ტაბატაძე და მას დიდი მადლობა დღესაც ჩვენგან ამ თანადგომისთვის მისი ფინანსური დახმარებით შევძელით და თუ სწორად მახსოვს 500 ეგზემპლარი ჩამოვბეჭდეთ და ნუ ერთ-ერთი ჩვენი კომერციული პროექტი არ იყო რა თქმა უნდა და ფიქრობდით რომ დაგვერიგებინა და სადაც რაღაცა ნაწილი მოვასწარით და დავარიგეთ და უცებ სახში მომდივარ მე და თაზო მეუბნება რომ ვაიმეო ნინკაო მითხრა ვიღაც ქალმა დამირეკაო მოვიდაო მეო გაზეთებისა და წიგნების გამავრცელებელი ვარო და ეს დარჩენილი ტირაჟი რაც იყო წაიღო მითხრა და თავისი პროცენტი მოითხოვაო აქედან გაყიდვის მერეო ხო და ესე იგი მაშინ აი საიდან გაჩნდა ეს ქალი არ ვიფიქრია ამას ეხლა ვფიქრობ რომ შეიძლება სტამბაში სადაც დაიბეჭდა ხან გამავრცელებელი იყო ეს გაზეთების და წიგნების ეს ყობა იქიდან გაიგო ამ კავკასიური იოგას შესახებ და იქიდან მოდი ისიც ვთქვათ ეს უკვე რომელი წელია როცა წიგნი დაიბეჭდა 2011 წელს და ესე იგი ეს ყობა იქიდან გაიგოთ ამაზეს ტელეფონის ნომერი და თვითონ დაუკავშირდა თვითონ მოვიდა ჩვენთან სახში და წაიღო ეს. აი როგორც წაიღო და წაიღო, აღარავის აღარ უნახავს ეს კალიც აღარ გამოჩნდება. ეხლა ეს ჩემი მეუღლე ძალიან მიამიტი ადამიანი იყო ბუნებით.
შარვლიან ღრუბას ვეძახდი ეს მაიაკოვსკის გავლენით ობლეკამ შტანა. აი, მე წარმოედგინე, რომ ადამიანები უმტრობდნენ, რაღაცას გაუფუჭებდნენ და არც ტელეფონის ნომერი დაიტოვა ამ ქალბატონის, არც მისამართი, არც პირადობის მოწყვეტის ასლი, არაფერი. გაქრა ეს ხალი უყვალოდ. მოკლედ ასეთი ამყარილით კავკასიური იოგას თვილი პირა. ამ ქალბატონის გავრცელებული ეგზემპლარები თუ შეგხვედრიათ მე. არავინ არაფერი არ იცის და უბრალოდ მე 1917-ში ბატონმა კახაბერ ჭიღლაძემ 2017-ში მაბატი თარგმნა გამოსცა და ჩვენ ძალიან გაგვიხარდა რომ კიდე ვიღაცამ გააკეთა ეს და აი ხალხი გაიგებს ამ სისტემის არსებობის შესახებ. ხო და ესე დაგვეკარგა ეს ტირაჟი მოკლედ. ეხლა რა შეიძლება თვითონ წიგს. ჩემთვის ეს ჯადოსნური წიგნია, ირაკლი. აი ჯერ მარტო იწყება და მიხვდები შე რატო ხარ, რატო დაგსვა ღმერთმა აქ დედამიწაზე რისთვის ხარ მოვლენილი. თავის თავს ის ეძახის მე ვარ. საერთოდ რასაც დღეს თანამედროვე ადამიანები აბსოლუტს ვეძახით. აი ძველ ტექსტებში ის ამბობს რომ მე ვარ. ეს იმას ნიშნავს რომ ის იყო არის იქნება ის არის დაუსაბამო მარადიული ქართველების სხვათა შორის ვეძახდით ძველად მორიგეს არსთა გამრიგეს. ეხა მორიგე კარგახანი ფოკუსი ვერ გავასწორი რატო მორიგე იმიტომ რომ აი ეს აბსოლუტი ანუ არაფერი რომლის სიმბოლოა ნოლი მორიგეობით პერიოდულად ციკლურად ვლინდება არაფერი ხდება ყველაფერი. ის გეუბნება რომ შენ აქ ხარ იმიტომ რომ პლანეტა ეს ქვეყანა რომ მე კოსმოსი ვარ ასე ვთქვათ და აი 5% რაც მატერიალური კოსმოსია მე ამას განვაგებ ასე ვთქვათ და აი შენ მოგეცია ეს ქვეყანა ეს პლანეტა რომ ბაღნარად აქციო 64 აქციო ღმერთისთვის ასურველ ადგილად აქციო და მეორე ეს არის სამართლიანობის პრინციპი ვინ ვარ ჩვენ მართლმადიდებლები მუსლიმები ვინ არიან რავავერნიე ანუ ქართულად როგორ იქნება მართლმორწმუნენი ესე იგი ეს ძალიან მნიშვნელოვანია მართალი უნდა იყოს შენ თავთან სამყაროსთან გულწრფელი უნდა იყოს ტრედივით უმანკო გველივით მძენი ეს არის შესასრულელი იყო მაგრამ გასწავლის როგორ გამოხვიდე დედის სუნთქვიდან ხარ არის დედის სუნთქვა ბავშვი რო ისახება და თუ ინდუსებს დაუჯერებთ ვედური ლიტერატურის მიხედვით ბავშვი როცა ისახება აი სული ის პატარა ნაპერწკალი ღვთაებრივი ნაპერწკალი არის სპერმაში აი ეს დაწინაურებული სპერმა რო იტყვია ხოლმე აი ის ღვთაებრივი ნაპერწკალი აწინაურებს ზუსტად იმ სპერმას როცა კვერცხუჯრედში შედის და ნაყოფიერდება აი იმ პერიოდში ჩასახვის მომენტში დედა რა გუნება განწყობაზეც არის ნუ შეიძლება ვიღაცა მაპატი იძალა და ისე ჩაისახა ბავშვი ან ქმარი არ უყვარდა და აი ესე ნაძალადებად მოხდა მისი გათხოვება სიტყვაზე ან რაღაცა აი დიდ სიყვარულში ჩასახული ბავშვები ლამაზები არიან რო იტყვიან ხოლმე თუ ეს მას უყვარს პარტნიორი იქ სულ სხვა ბედი დაგეწერება ეს შემდგომ აი ეს გუნება განწყობა ეს არის პირველი პროგრამები რომელიც შედის უკვე იმ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედში და ამას კავკასიური იოგაში ქვია დედის სუნთქვა და აი გასწავლის როგორ გამოხვიდე დედის სუნთქვიდან ანუ როგორ გაექცე ბედის წერას ასე ვთქვათ ხევსურებს აქვს ფოლკლორია ხევსურული თუ კაცი კაცადი ვარგებს გადუფრენს ბედის წერას ავარ იცის ავართ ვართ იმიტომ რომ
ზუსტადაც ვიცხოვროთ ისე როგორც ჩვენ გვინდა და არ გავყვეთ ბედისწერის დინებას ნაფოტივით. აი ეს სისტემა გასწავლის როგორ უნდა ისწავლო სურვა. მე რომ მივყვები მდინარეს ნაფოტივით, შენ სურვა იცი და რომელ ნაპირზეც გინდა იქ გახვალ. ესე იგი შენს ნათქვამ სიტყვას ძალა აქვს. შენი აზროვნების ძალით შეგიძლია იმოქმედო მოვლენებზე შექმნა მიზეზი. როცა შენ ქმნი მიზეზს, შედეგით სათანადო დგება. და შენ რომ ნაპოტივით მიდიხარ და არ იცი ვინ ახარ, რა გინდა, სად ახარ, ეს უკვე უვიცობა. და სხვათა შორის იმ რელიგიებში, რომლებიც რეინკარნაციას აღიარებენ, ყველაზე დიდ ცოდვას იცი რა ითვლება? უვიცობა. აი სანსარას ბორვალი რო ნახო, იქ ესეთი დისკია შუაში, ანუ ორენზლა ესე ქვია, ანუ ბოროტების ფესვი, სად არის? ღორია ჩახატული, ღორს გველი უჭირავს პირით და გველს მამალი. ღორი არის სიმბოლო უვიცობის. გველი არის აგრესიის და მამალი კიდე მინდა ეგოიზმის სიხსრებე, ყველაფერი მე. აი ეს აბუნებს ადამიანს ისევ დედამიწაზე. აი ეს არის ნამდვილი ბოროტების, ასე ვთქვათ, საწყისი იმათთვის. ჩვენთანაც ეგრეა ეხლა. თქვენ ბევრი გაქვთ ნამუშევარი ამ ტექსტზე, თარგმნეთ, რედაქტირება გაუკეთეთ და აი მაინტერესებს სათაურთან მაგრამ საზომთარგმნა ირაკლი, თაზომთარგმნა. ყოველ შემთხვევაში ერთად მუშაობთ. ხო, მაგრამ სტილი რედაქტირება ჩემია კი. კი ბატონო. ტექსტთან ურთიერთობა ნამდვილად ჰქონდათ ხანძლივი პერიოდი და ძალიან მჭირდა. ზეპირაცაც ვიცოდი ერთი პერიოდი მე მგონი. აი ასეთი შეკითხვა მაქვს. თუ გიფიქრიათ, რატომ დაარქვა ვალევსკიმ ამ პრაქტიკას კავკასიური იოგა და არა ვთქვათ სხვა სახელი. აი ამასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. კი, როგორ არ გვიფიქრია? ბევრიც გვიფიქრია შენ წარმოიდგინე. ეხლა უყურე რა ხდება. აი ამავე წიგნში ვალევსკი წერს, ეს არის იოგათა იოგა. და ისეთი კაცისგან, როგორიც ვალევსკი იყო, აი ამის არ გათვალისწინება შეუძლებელია. იმიტომ რომ ის იცნობდა იოგათა სხვა სისტემებს, რა თქმა უნდა, ჩვენზე გაცილებით მეტი იცოდა და მაგრამ ამ სისტემას მან ჩოხა ჩააცვა. მე მიფიქრია იმაზეც, რომ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს მართლა უძველესი ცოდნა და რატო არის იცი უნიკალური, რომ შენ გასწავლის, როგორ გითხრა, საკუთარი ბედის მართვას. და ეს მაგიური ცოდნა, მოდი ნუ შეგვეშინდება ამ სიტყვის, იმიტომ რომ მაგია არის ატომური ენერგიასავით. ვიღაცა აშენებს ელექტროსადგურს, ვიღაცა გააკეთებს ბომბს. ამისგან კაცობრიობა არ არის დაზღვეული. ამ დუალიზმიდან ჩვენ არ გამოვსულ ვართ, გავიხსენოთ. ეთოდაც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორად? რაც უნდა, ამიტომ არსებობს თეთრი და შავი მაგია და ისინი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეხლა უყურე მე ვამბობ, თუ ქრისტე წყალზე გადიოდა, ესე იგი მაგია ცუდია? მაგია არაფერ შუაში არ არის. მე რომ ქრისტე მეწყვის, რომ შენ მდოგვის მარცვლის ხელა წმენაც რომ გქონდეს, ეწყვი მთას და ერთი ადგილიდან მეორეზე გადავა მატყულებს. რა არის რწმენა? რწმენა არის მაგი. მაგი ნიშნავდა მაღალს, დიდებულს, შემძლეს. ვინ მივიდნენ პირველები ქრისტეს ვინცეს თაყვანი? ზოროასტრელი მაგები იყვნენ, ხო? და ესე იგი იოგას რო დაუბრუნდეთ, თქვენ ფიქრობთ, რომ სრულიად მართებულად, ანუ ეს იყო მისი არაშემთხვევითი გადაწყვეტილება, ვთქვათ, რომ პრაქტიკული რაღაც ცოდნა არ იყო შემთხვევითი გადაწყვეტილება, მეგობარო და რატომ იცი? ჯერ ერთი ის მან კავკასიაში ნახა და აქ ჩაიწერა. და აქ იყო შემორჩენილი. თუმცა მე ვთვლი, რომ ამ ცოდნას კიდევ უფრო ძველი ფესვები აქვს. და კავკასიური
მას უნდა გაუწიოთ ამაში ანგარიში. რახან მან გადაწყვიტა, რომ ეს იყოს კავკასიური იოგა, ეს არის კავკასიური იოგა. როგორც ავტორს. როგორც ავტორს, აბა მას აქვს ამის ავტორი. ხო. მე რაც შეეხება ხა იოგა სიტყვა, რატო გვაშინებს მე ვერ გავიგე, იმიტომ რომ ეს არის რელიგია და იოგა არის სინონიმები. იოგა სანსკრიტზე კავშირს ნიშნავს. რელიგია მოდის ლათინური ზმნიდან რელი გარე და ეს კავშირის დამყარებას ნიშნავს. ორივე იმასთან კავშირის დამყარება, როგორც რაციონალური უერთდება ირაციონალს, ეს არის ეს კავშირი. ამისთვის იბრძვის ყველა რელიგია, ყველა სისტემა და რა ვიცი, რაც კი რამე ჩვენამდე მოღწეულა ესეთი ეზო. საბოლოო ჯამში ემსახურება, რომ ჰარმონიაში ვიყოთ საკუთარ და ჰარმონიაში ვიყოთ სამყაროსთან. აი ეს ზორო ასტრიზმი საქართველოში იყო ძალიან გავრცელებული, მთელი ქართლი იყო თავის დროზე, გვახსოვს ახლა ვარხსენ პიტიახში შუშანიკიდან ის მაზდიანი იყო. მან როგორ არის, იცი? იქ ზარატუშტრას გამოეცხადა ახურა მაზდა. ანუ უზენაესი. ახურა ნიშნავს დიაც, მაზდა სულს. და ქართულში იყო ამიტომ მაზდიანობა. ცეცხლაყვანისმცემლობასა და ჩვეულებრივი ცეცხლი არ იყო მეხის დროს გაჩენილი ცეცხლი შეკონდათ ადრებში და მე ამრავლებდნენ ისევე როგორც ჩვენ იერუსალიმში რომ გადმოდის ის ღვთაებრივი ცეცხლი ქრისტეს საფლავს და ასე ვამრავლებთ ისინი ესე ამრავლებდნენ ისინი უბრალოდ ცეცხლაყვანისმცემლები კი არ იყვნენ რომ ცეცხლსებდნენ თაყვან ცეცხლის ყოველთვის ძალიან ძლიერი გამწმენდია წყალზე ძლიერი გამწმენდია და იმ პერიოდში ძალიან ძლიერი იყო საქართველოში აი ეს მაზდიანობის გავლენა და მინდა ვთქვა რომ ეს არის პირველი მსოფლიო მონოთეისტური რელიგია ებრაელები რო იბრალებენ ებრაელების ღმერთის იახვეს ამბავი კიდეც ხალხია განსახილველი ის მაგათი ტომის ღმერთია და აბსოლუტთან, ანუ მამა ღმერთა, რომლისგანაც ქრისტემ გაგვახედა, არაფერი არ აქვს საერთოდ და ამიტომაც მიაჭედეს ებრაელებმა ქრისტე ჯვარს გააკრეს. ესე იგი, ეს არის ძალიან სერიოზული სასტემი. პირველი დუალიზმის ცნება ბოროტი და კეთილია ის შემოდის აი ამ სწავლებით. და გავლენაც ძალიან ძლიერია საქართველოში ამ ზოროასტრული იმის რა ქვია რელიგიის. ახლა რა მინდა კიდე ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ აი ეს წიგნი აი აქ არის ზუსტად ჩანართები ვალევსკის ყავს თვითონ მოწანილი ეს არის რა ქვია რაღაც უცხოურ ენაზე რაღაცა წარწერები. დავინტერესდით, ეს არის ავესტა. ანუ ჩვენ ხო გვაქვს თქვა ბიბლია ქრისტიანებს. ზოროასტრებს აქვთ ავესტა. მაგათი წმინდა წიგნია, ძენავესტა. იქიდან არის ამოღებული ეს ნაწილები. და არის სერიოზული მოსაზრება, რომ ეს არის ზუსტად აი ეს ცოდნა, რომელიც ზორო ასტრელებმა შემოიტანეს აქ საქართველოში იმ ცოდნის რაღაცა ნაწილია და მე სხვათა შორის ვემხრობ ხა მე ბევრი ვარიანტები მაქვს ნაფიქრი. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი აფრიამაშვილი, ოჯახის ექიმი, რეფლექსოთერაპევტი, მანუალური თერაპევტი, ოსტეოპათი და კავკასიური იოგას ექსპერტი. ჩვენ ისევ განვაახლეთ კავკასიური იოგის სუნთქვითი გამაჯანსაღებელი პრაქტიკის შემსწავლელი კურსები და მე მინდა კიდევ ვისაც გსურთ რომ დაეუფლოთ ამ უნიკალურ ცოდნას და შესაძლებლობებს მოგიწვიოთ ახალ ჯგუფში. ეს არის ძალიან ეფექტური გამაჯანსაღებელი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლიათ თქვენი მენტალური, ფიზიკური და ფსიქოემოციური გაჯანსაღება. თქვენ გელოდებათ ძალიან საინტერესო ლექციები და პრაქტიკები და რაც მთავარია, სწაფრი, უსაფრთხო და ეფექტური. კავკასიური იოგა რატომ არის უნიკალური? ის მუშაობს სუნთქვისა და კონცენტრაციის მეშვეობით იმ სისტემაზე, რასაც ნერვული სისტემა ქვია და თავის ტვინი. ვისაც აინტერესებს, ვიწვევთ, მობრძადეთ და ჩვენ მზად ვართ, რაც შეგვიძლია ის ცოდნა გადავცეთ. ესე იგი, თქვენ საუბრობთ უკვე, საიდან შეიძლება მოსულიყო ეს ცოდნა და რას უკავშირდება საქართველოში, მაგალითად, კავკასიაში ზოგადად. ესე იგი, ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ პერიოდს
უკავშირდება თქვენი მეტყანწრით და იქიდან მოდის. რა თქმა უნდა. ეხლა მე სრულიად ვეთანხმები ბატონ ზაურ ჟანეს, ეს არის კავკასიური იოგას ასოციაციის პრეზიდენტი, როგორც მე ვიცი, ჩვენი ბიძაშვილია. ასე ვთქვათ, ბიძაშვილი ეთნოსის წარმომადგენელი, ადიღელი. მე მინდა გავიხსენო, რომ ძალიან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდათ სამხრეთ კავკასიელებს, ჩრდილოეთ კავკასიელებთან, ბატონო ჩემო. მე რო დავინტერესდი რა იყო დედამძუძე, მამამძუძე და მოვიძიე მასალები, აღმოჩნდა, რომ არსებობდა ჩვენ შორის რძით ნათესაობა. და რას გულისხმობს? ეს აი როგორც მირონით ნათესაობა, ასევე წმინდა და ხელშეუხებელი იყო და აი თქვა დაძმობილებულები სამხრეთ კავკასიელი ჩრდილოეთ კავკასიაში აგზავნიდა თავის შვილს, ვაჟს ხშირად ძირითადად და იქ ისინი დიდდნენ ამ ბავშვს მეგობრის ოჯახის დიდა ამ კავკასიელის სამხრეთ კავკასიელის შვილს და ამ დედობილს და მამობილს ერქვა დედამძუძე და მამამძუძე. აი ესეთი რძით ნათესაობა არსებობდა ჩვენ შორის. და კიდევ უფრო მყარდებოდა. რა თქმა უნდა და ეს ცოდნა ეხლა კავკასიაში ეს ცოდნა საქართველოშიც იყო, ჩრდილოეთში, ჩრდილოეთ კავკასიაშიც იყო, სამხრეთ კავკასიაშიც იყო, გავრცელებული იყო ცოდნა ის არ არის, რომ კონსერვი რაღაცა თავი მოხუფო და არ გავრცელდეს. ეს ცოდნა იყო მთელს კავკასიაში გავრცელებული, როგორც მე ვიცი, ეგენი ეძახიან პუჩ-ვოინა, ასე ერქვა, აი ამ სისტემით ვინც სარგებლობდა იქა, ხო და ეს კავშირები საკმაოდ მჭიდრო იყო და ეს ადამიანი ამბობს, რომ ეს არის ძალიან ძველი ცოდნა, რომელიც მოდის ატლანტებიდან და მართლაც ახლა ელენა ბლავატსკაიას ამ საიდუმლო დოქტრინაში წერია, რომ აი ეს გადარჩენილი ატლანტები, რომელიც მან გადაარჩინა თეთრი ძალების ღვთაებრივმა კურატორმა და გამოიყვანა იმ კონტინენტიდან, რომელიც ესე სასტიკად განადგურდა და ჩაიძირა ამ წარღვნის დროს და ესენი სამ ჯგუფად შემოვიდნენ დანარჩენ ტერიტორიაზე. ეს იყო პირველი ეგვიპტე, იქ დარჩნენო და მათ ააშენეს პირამიდებიო და ელენე წერს, რომ პირამიდები არის ენერგეტიკული რეზონატორები. მერე რაღაც ნაწილი ჰიმალაის მთებში იქ შეიქმნა მათი საძმო შამბალა ქვია ამას და ნაწილმა ოკეანე გადალახა, ეს არის აცტეკები, მაიას ტომები და ესენი რა ქვია, ინკები. და იქაც რამხელა ცივილიზაცია შეიქმნა, გახსოვთ ის კი არა, ახლა კოსმოსი და სკანირება მოხდა და იქ არის მთელი აღზა ჯუნგლები, იმის ქვეშ 1000 ქალაქია, 1000-ზე მეტი ქალაქია გასათხრელი რა. და ეს ამბობს, რომ აი ეს ეგვიპტეში ვინც შემოიტანა ცოდნა, იქიდან უკვე ალბათ მოდის კოლხეთში, იმიტომ რომ ეგვიპტეს და კოლხეთს მათ კავშირები ჰქონდათ, იმიტომ რომ გენეტიკურადაც დგინდება. ეხლა რომელი წელი იყო ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ თვითონ ეგვიპტელებმა აინტერესებდათ იქ სამეფო ოჯახის წევრებს შორის ხდებოდა ქორწინება. და ვინ ვიცი დედა იყო, მამა იყო, შვილი იყო, ვერ გაარკვიეს და აინტერესებდათ ამის დადგენა და გენეტიკური მასალა გააგზავნეს ევროპაში და ესე იგი მთელი ევროპა აგანგაშდა, რომ ფარაონებს აქვთ კავკასიური გენები, გააკეთეს კიდე კვლევები და აღმოჩნდა, რომ მთელი დასავლეთ ევროპა დარბის ამ კავკასიური გენებით, მამაკაცების 60-70% ცოტაა ქვეყნის მოსახლეობის მამაკაცთა 60-70%. ინგლისი, ეს რა ქვია, საფრანგეთი, არ ვიცი. და ამასთან დაკავშირებით მივედი პროფესორ შელიასთან მასალის გასაკეთებლად, ამ ეს პროტოკართულ ცივილიზაციას იკვლევდა, ეს ისტორიკოსი იყო, ძალიან საინტერესო ადამიანი და მახსოვს მითხრა, ქალბატონო ნინო, მთელი პირამიდები კოლხური ოქროთია სავსე.
და მეუნება ესეთ რაღაცას. გახსენეთ ნეფერტიტი, რას ნიშნავს? ზუსტად ნიშნავს უცხო მოვიდა. ესო ხეთების სამეფოს მითანას მეფის ასული იყო ნეფერტიტიო, რომელიც გაათხოვეს. ეგვიპტეშიო და მასო თან გაყვაო ბიძამისიცო და ეხნატონი რო გარნაიცვალაო და იქ გაჩნდა სარაქვია სანამ სხვა ხელისუფალია ავიდო და სამეფო ტახტზე რაღაცა პერიოდი ნეფერტიტთან ერთადო ის იჯდა ტახტზეო ნეფერტიტის ბიძაო ნუ გავგიჟდი ახლა ეს რანაირად მაგრამ მე გამახსენდა Yuri Vladimirovich Zitsari არის ეს სოფლიოში ცნობილი ბასკოლოგია, სხვაზეც მე მისი პირველი დიპლომანტი ვარ. მან ნახა რომ მე მაინტერესებდა ეს თემა ბასკები, ეს იბერები ვინ იყვნენ, საერთო გვაქვს ამათთან, ვინსაც წავიდა, ვისაიდან მოვიდა, ისა და მაშინ მითხრა რომ გააკეთეო ჩემთან დიპლომიო. და ბატონი იურისგან ვიცი რომ მითხრა არსებობს ასეთი მოსაზრება და ამ მოსაზრებას იზიარებენ ქართველების ახირება არის. იზიარებენ სერიოზული მეცნიერები, უცხოელები უმეტესწილად ეყრდნობიან უცხოურ საისტორიო წყაროებს და არის ასეთი მოსაზრება, რომ პრეისტორიული მსოფლიო იბერიულ კავკასიური ტომებით იყო დასახლებული. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში კავკასიის მოსახლეობა, კავკასიაში მცხოვრები მოსახლეობა იმდენად გამრავლდა, განვითარდა, რომ აქედან იწყება მიგრაცია. აპენინი, პირინეი, ბალკანეთი, ნახევარი ინგლისი, ასე იგი, იბერიულ ქართველური არა, ქართველური ეს რანგვიანი ტერმინია, კავკასიურ იბერიული ტომებით იყო დასახლებული. ხა მითხრა ასევე, რომ ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნემდე მთელი ესპანეთი იბერები ცხოვრობდნენ, იბერების საცხოვრისი იყო. მაგრამ ხმლის ქნევაში გადაშენდნენ ისინი ბერძნები ებრძოდნენ, რომაელები ებრძოდნენ და გაქრნენ ისე, როგორც ეგვიპტეს რაც დაემართა, ხა ეგვიპტეში ეგვიპტელი სადღა არაბები არიან, რომ ტერიტორიას დასჭა სახელი ეგვიპტე. ახლა ეს ყველაფერი გამახსენდა. ჩემში ეს ინფორმაცია არის დაგროვებული და როცა ვფიქრობ მე ახლა ეს რა სისტემა შეიძლება იყოს, გავითვალისწინე ახლა ეს შელიას ნათქვამიც, რომ ეს უძველესი კავშირები იყო ეგვიპტესა და ქართველებს შორის, აქაც არის ეგვიპტური გენების სიტყვები დარჩენილი ჩვენს ქართულ სალიტერატურო ენაში. არ გამოვრიცხავ, რომ ეს კოლხეთიდან გავრცელებულიყო კავკასიაში. ეხლა ერთი საინტერესო მომენტი გამახსენდა კიდე ამასთან დაკავშირებით. თვითონ ამ კოლონავალევსკიმ, სტეფანე კოლონავალევსკიმ უცნაური დედანი მიიტანა გამომცემლობაში. არ დაეზარა კაცს. ხბოს წყავზე ოქროს მელნით დაწერა დედად ეს სისტემა კავკასიური იოგის. და ისე ჩააბარა. მერე ვიღაცამ შეიძინა ეს დედანი და დღეს ამერიკაშია ვიღაცის კერძო კოლექციაში. ეხლა აქედან გამექცა ფიქრი, კოლხეთი, ოქროს საწმისი. იმენ რა იყო ამისთან ეს ოქროს საწმისი მეგობრებო? რა მართლა ოქროს მოპოვების წესი? რა უნდა ეხლა იმ ხრის წყალს დადებ მდინარის კერძზე და ეს დინება ტაიღებს ქვიშას და ოქროს მარცვლები დასრჩება. ფანას გველაშაპი იცავს, გესმის შენ და ეს ხო ჩვეულებრივი ცხვარი არის, ეს მითიური ცხვარია, რომელიც ციდან ჩამოვარდა კოლხეთში. და იასონი მოდის ამხელა ექსპედიციას აკეთებს, ჰერაკლეც კი მოყავს, რომ ეს ოქროს საწმისი წაიღოს. ეხლა მე გამახსენდა კიდე ერთი ასეთი თქმულება საინტერესო, სხვათა შორის მე ხა ვერ გეტყვით რომ ეს რაღაცა წყაროები მაქვს ხელში, მაგრამ არის ესეთი თქმულება, რომ 1103
1099 წელია ჯვაროსნები შევიდნენ იერუსალიმში და სოლომონის ტაძრის სარდაფებში ჩავიდნენ და იპოვეს იქ რაღაც ცოდნა. რაღაცა ნაწილია ინფორმაციის, რომ თუ ეს ინფორმაცია შენ სრულად გაქვს, შენ სოფლიოში გაბატონდები. და იქ არის მინიშნება, რომ ეს აქვს ათონის ქართველ ბერებს ეს ცოდნა. ესენი მიდიან იქ ბერები. ესე იგი, ტაძარში არის ცოდნა, ცოდნა არის სადღაც. ესე იგი, ტაძარში იპოვეს მანუსკრიპტი სარდაფში, ანუ ხელნაწერი რაღაცა. მე ესენი იგებენ, რომ ეს ბერები არიან ქართული ის არის მონასტერია და საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არის და ჩამოდიან დავით აღმაშენებელთან. და არის ესეთი თქვა, ხა ამას მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ესია, იმიტომ რომ მე არანაირად წყარულ ხელში არ მაქვს, გადმოცემაა ესეთი. მოდიან დავითთან, დავითს გაურიგდებიან რუის ურბნისის კრებას და ამ საეკლესიო რეფორმას, სხვათა შორის უკავშირებენ ამას, რომ დავითს უნდა ბერებისგან გაიგოს, სად იყო ეს ცოდნა და რა ცოდნა იყო და მე 21-ში დიდგორის ბრძოლაში თუ გახსოვთ 75 თუ 100 ტამპლიერი ზუსტად არ მახსოვს იმ ფრანკებთან 200 ფრანკთან ერთად მონაწილეობდა დიდგორის ბრძოლაში დავითის დასახმარებლად ჩამოვიდნენ. მოკლედ აი ესეც ეს არის ცოდნა, რომელიც მოვიდა კოლხეთში, რომელსაც ეძებს იასონი, რომელიც ფიქსირდება ტამპლიერების მიერ და ეს ტამპლიერების ტამპლიერებიც ეძებენ. მე ვეძებდი ეხლა დაიმევაგენი ტექსტია ბატონი თამაზის წამწვარებული იმ გამოცემაზე, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ უკვე და ამ გამოცემასთან ასეთი ტექსტში უпроსტად ესეთი ნაწყვეტია, რომ შეიქმნა რამოდენიმე მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელთაც ამ სისტემით დაიწყეს ვარჯიში, მაგრამ სათანადო მომზადების უქონლობის გამო სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. და მე უკვე საუბრობს იმაზე, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ ამას. პირველი მინდა გკითხოთ თქვენ ბატონ თამასთან ალბათ ხშირად გქონდათ ამასთან დაკავშირებით საუბარი, რა ჯგუფები იყო ეს, როგორ ახერხებდნენ თქვათ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ხო მოღვაწეობას და აი ეს რო შედეგებამდე მივიდეთ, რომ შედეგები რო ვერიდებოდა სათანადო, თქვენ როგორ ფიქრობთ, რასთან შეიძლებოდა ეს ყოფილიყო დაკავშირებული? იყო მართლაც ასეთი ჯგუფი, რომელიც ვარჯიშობდა ამ კავკასიურ იოგას. ამ ტექსტის მიხედვით ოღონდ. მე ორი მეგობარი ვარჯიშობდა ამ ჯგუფში, მე იქიდან ვიცი ამ ჯგუფის არსებობა, მაგრამ იქ ესე იგი ეს სისტემა წინასწარი მოსამზადებელი ვარჯიშების გარეშე ძალიან ძნელი და რთული ასათვისებელია. იმიტომ რომ იქ მოხდა ის კუნდალინის ენერგია ძალიან მალე დაიძრა და ტვინში რომ ავარდა ხო ესეთი დარღვევები გამოიწვია რომ ფსიქიკური ალბათ ხო ეს ჩემი ეს ორივე მეგობარი არის მეორე ჯგუფის ინვალიდი ფსიქიატრიული. სხვადასხვა აი როდესაც გიორგი აფრიამაშვილთან რომელიც ცენტრ ჰარმონიაში ხელმძღვანელობს ამ კურსის მიმართულებას საუბრობდით ჩვენ ერთ-ერთ პოდკასტში, მანაც ძალიან მნიშვნელოვანი ესეთ ხაზი გაუსვა ამას, რომ წინასწარი მომზადების პერიოდი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იმისთვის, რომ მე უკვე დაეუფლო თქვათ უფრო რთულ ტექნიკებს, ხო? ესე იგი ამის გამოცდილება არსებობს და თქვენ ციცით ამას. ხო, არსებობდა, ეხლა მე პერსონებს არ დავასწავლე. აი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩემი საიდუმლო არ არის, მაგრამ ეს ნამდვილად მე შემიძლია დავადასტურო, რომ ასეთი შემთხვევა ნამდვილად მოხდა, რომ ეს ორი უნიჭიერესი ადამიანი. მე რატო გკითხეთ, იცით ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ფინალისკენ მე სიურპრიზი მოუმზადეთ ჩვენს მაყურებელს და ამაზე აუცილებლად ვიტყვით, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ პირდაპირ აიღო წიგნი
და წიგნის მიხედვით შენით ესეთ გამოუცდელად თქვათ და თუ არა გაქვს შესაბამისი მომზადება და ინფორმაცია მიყვე აი ამ პრაქტიკას არა არც ერთ შემთხვევაში ეს ნამდვილად ძალიან სახიფათოა იმიტომ რომ ისეთ აი არხირო თავისუფლდება ირაკლი იქ რა გაეძრობა პირველი რა შემოვა კაცმა არ იცის როგორც წესი ნეგატივი უფრო ისწრაფვის და შენ ამისგან თავის დაცვა თუ არ შეგიძლია ხელმძღვანელის გარეშე ამის გაკეთება საკმაოდ ეს არის სახიფათოა. ამიტომ დაინტერესებულ პირებს ვიწოდოთ ჰარმონიაში, სადაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტის ხელში მოხდება აი ამ ცოდნის მიღება. ეს სისტემა მე მასწავლის, რომ ჩემს ნათქვამ სიტყვას კონდეს ზალა, როდემდე უნდა მივზდიოთ ამ ბედის წერის დინებას ნაფოტივით და სადაც უნდა იგვატრიალებს და გვაბზრიალებს, ვერ უნდა გადაუფრინოთ ამ ბედის წერას. ეს გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ადამიანმა იცხოვროს ისე, როგორც მას უნდა. ანუ მოახდინოს რეალიზება საკუთარი თავის, დაენახოს სამყაროს ისეთი, ვინც არის სინამდვილეში შიგნიდან. რამდენი ადამიანი ამას ვერ ახერხებს, იქ სადღაც მუშაობს, რომ შეერი არ იყოს და შიგნით გვდება ვიღაცა. თქვენ შორის პლატონი თავის ახალ მოსწავლეს ეთყოდა ხოლმე. დაილაპარაკე, რომ დაგინახო. რამდენ ადამიანს ვერ ხედავთ იმის გამო, რომ იმან უნდა მთელი დღე იშრომოს იმისთვის, რომ მშიერი არ იყოს, ბავშვები მშიერი არ ყავდეს. მაგრამ მე მას ძალიან ოპტიმისტურად ვარ, ამ პლანეტის მომავალი არის სოციალიზმი, იმიტომ რომ ყველას უნდა კონდეს ის, რაც მას სჭირდება და ამისთვის არ უნდა უხდებოდეს ესეთი მონური შრომა. მე არ მომწონს ის, რომ რაც შეეხება რელიგიას და სისტემა გეხმარება ამაში. რაღაც ბატონყმობა დაბრუნდა თითქოს ჩვენსა და ღმერთ შორის ურთიერთობაში. ეს მოიტანა ქრისტიანობის სტანდარტიზაციამ, რაც თავის დროზე გააკეთა კონსტანტინე დიდმა. მას დასჭირდა თავისი იმპერიის შესანარჩუნებლად დასჭირდა რელიგია, იმიტომ რომ იქ უამრავი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები იმათ ყავდათ რაღაც თავიანთი ღმერთები, თავიანთ სამშობლოში შეიყარნენ ეს ამისი მოზელა გაერთიანება როგორ გინდა და აი ამისთვის მას გამოადგა ეს ქრისტიანობა დასჭირდა და მოახდინა და თვითონ ხო ქრისტიანობა არ მიუღია. არ გაქრისტიანებულა თვითონ. სადღაც ბოლოს მე მგონი სიკვდილის წინ. და პირველი საეკლესიო კრებაც, რომს ნიკეაში გაიმართა და ეხლა ის ქალაქი ჩაძირულია თურქეთის ტერიტორიაზე იყო, მისი დაფინანსებულია. სხვათა შორის ქართველი სასულიერო პირიც ესწრებოდა ამ პირველ კრებას, პირველ მსოფლიო კრებას. ხო და აი მაგალ მოახდინა სტანდარტიზაცია ქრისტიანობის და ბევრი რამე მე არა ვარ მონახთისა. მე ქრისტე მეუბნება, მამა შეშია, შენ მამაში ხარ. რატო ვარ მონა? აი ეს ბატონყმობა გაჩნდა უკვე ჩემსა და უფრო მე მონა ვარ ის ბატონი. ვერტიკალური იერარქია. ხო, აზრია. იმიტომ რომ ქრისტე ოკეანე იყო, მაგრამ მე წვეთი ვარ. მე წვეთი შვილი ვარ. ის ძე იყო. და ვაღიარებთ რომ ოკეანე იყო. მაგრამ ბუდისტებს აქვთ ესეთი გამოთქმა, აი შენ რო გასხივოსნდები, უფრო სწორად რო გაიღვიძებ, თვითონ სიტყვა ბუდა ნიშნავს გაღვიძებულს. რუსულში არის ეს სიტყვა დარჩენილი, სანსკრიტული სიტყვა ბუდიც, ბუდა გაღვიძებული ადამიანი. შეიძლება ჯოხი აიღო და ბუდას ქანდაკება დაამტვრიო. მეც ქრისტე მოგცა მაგალითი, რა შესაძლებლობები გვაქვს და რომ არ ვიყენებთ. შევდივართ ტაძარში და სულ რაღაცას ვემათხოვრებით ამ უზენაეს და რას. სულ ყველაფერი მატერიალური კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, ეს ქონება, ის. მათხოვრებას გადავიქეცით. რელიგიას მიზანი ეს არ არის.
სხვაშორის პირველი დელფოს სამეცნიერო შესასვლელში ეძა შეიცამ თავი შენი. აი საკუთარ თავში ჩაბრუნება, ბუდიზმით საკუთარ თავში ჩაბრუნება, ქრისტე საკუთარ თავში ჩაბრუნება და მერე ჩვენ ისეთ საოცარ ეპოქაში ამ კვანტურმა თეორიამ თავზე დაგვამხო ყველაფერი. და ეს 23 წლის დეკემბერში გაუშვეს ჯეიმს უებლი ეს ტელესკოპი, იმახო საერთოდ ეს დიდი აფეთქების თეორია კუბოში ჩადო. იმიტომ რომ აღმოაჩინა უამრავი ჩვენზე ბებერი galaktikებით სავსეა კოსმოსი. ატომი მოდის სხვათა შორის სანსკრიტული სიტყვა ატმა. ატმა რა არის, იცი? აი აქ ხუთა ნახოს აი შუაში, გულის ფიცარზე რო იყვენ, აი აქ არის ძალიან მცირე პატარა ნაწილაკი, სულს რომ მეძახით ჩვენ სანსკრიტში ქვია ატმა და ის არის ისეთი მცირე გიორგი, რომ თმა რო გაკვეთო, ვედები ამბობენ. თმას რო გაკვეთავ, ხო? აი იმის 1/10,000-ის ტოლი. პატარა ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც არის აი მის აბრიალებაზე, აი ამ ენერგიის გახსნაზე ლაპარაკი რეალურად, გაიგე? ამ ენერგიას როგორც კი ხსნი, შეხვდები შემოქმედი, ასე ვთქვათ, შემოქმედი ეს იმას აღნიშნავს, რომ ყველა ხატოთან ლექსები მწეროთ, გაიგე? ხელოვანს აღნიშნავს კარგის. ოსტატი უნდა იყო. კარგი პურის მწხობელი, კარგი ტანსაცმლის მკერავი, უამრავი პროფესია, მაგრამ აი ამ პროფესიისთვის შენ როგორ გითხრა, აი შემოქმედებითი ძალა ის წვა არ უნდა დაიშურო, პირველი უნდა იყოს შეთვის ხარისხი და არა მოგება, მიხვდი? იმ ხარისხის მოგებას მოაქვს მერე. აი ესეთი შემოქმედი ადამიანების ნაკლებობას განიცდის პლანეტა ჩემი აზრით. ეხლა მე მინდა წინასწარ ყველა გავაფრთხილო, რომ ჭეშმარიტება არავის არ გვიდევს ჯიბეში. ეს დავივიწყოთ, ეხლა ჩათვალეთ, რომ თქვენთან ერთად ხმამაღლა ვფიქრობ, მე მახსენდება ეხლა ერთი ჭიაში უხედავი ბერძენი, რომელიც ათენის ქუსებში ფეხშიშველი დატანტალებდა და ჭეშმარიტებას ეძებდა. ამ კაცმა ერთხელ თქვა, რაც უფრო მეძვგებულო, ხვდები, რომ არაფერიც არ ვიცი და მოდი ამით პოზიციები გავსაზღვროთ და საერთოდ რელიგიაც, ხო? როგორ შეიძლება ეს დოგმებში ჩაჭედო, გამოკეტო, ეს ცოცხალი პროცესია. უზენაესთან ურთიერთობის ცოცხალი პროცესია. იქ ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს ირაკლი. უცნება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ეხლა დავინჩის რა ეოცნება იმ საფრენ აპარატზე და ხო გახსოვთ პირველი ისა დღეს არ ვიცი ყველას ჯადოს ეკრანზე თუ სარკეზი აღგეოცდება მობილური ტელეფონი არ დაბადებოდა ხო და არც თვითმფრინავი. ეხლა გადავიდეთ ჩვენს მთავარ პროექტზე, რომ წიგნი თავიდან დაიბეჭდება და ყველა მსურველს ექნება საშუალება გაეცნოს ამ ტექსტს, კონდეს პირადად საკუთარ ბიბლიოთეკაში, საკუთარ კოლექციაში და როგორ მოხერხდა ეს და რა გეგმებია ამასთან დაკავშირებით, რო გითხრა. მიხარდა ქალბატონ ნუნუ ქემაშვილი დამიკავშირდა. მითხრა რომ არის ამ უმანას წარმომადგენელი. მე მოგძებნეთო ძლივს მოგძებნეთო მითხრა, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა შარშან 26 ივნისს და ძალიან გამიხარდა რომ გადაწყვიტეს ამათ გამოსცეს ხელმეორედ. აი მართლმადებული ვარ პირდაპირ ამ იდეით, იმიტომ რომ დროა ადამიანმა თავისი ბედის მართვა ისწავლოს და მართლა ჩვენი ცხოვრება ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ ჩვენი აზრით, ეს ჩვენი ნებისყოფით მოქმედებდეთ რაღაც მოვლენებზე. იმიტომ რომ არ შეიძლება ამდენი იარაღის ჩხარული. პლანეტა უნდა განიარაღდეს. ქრისტეს უნდა უთხრათ და იომსუ. დამთავრდა. რომ
მართლა ამოისუნთქოს ადამიანმა, დაიწყოს ის ლაღი ცხოვრება, აი სოციალიზმის გემოს გავიგოთ, ის რაც 70-წლიანი ექსპერიმენტი იყო, ეს კარგია, რომ პრეცედენტი შეიქმნა, რომ დედამიწაზე გაჩნდა იდეა, რომ შეიძლება არსებობდეს ასეთი მარქსი მართლა გენიოსი იყო, მე სხვა შეძახონდა ესეთი სტატია, მარქსი გენიოსია, კომუნიზმი გარდუვალია. მეორე მხრივ ხო ავტომატურად როგორც კი სოციალიზმზე ამ მარქსის იდეებზე ჩნდება საუბარი, იწყება საუბარი, ჩნდება შეკითხვა, რა უყოთ ადამიანის ბუნებას. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, ხო, იანი, რაღაცა მაღალი ვიბრაციის ენერგიებით, აღბალი ვიბრაციის ენერგიებით და მხოლოდ აი ამ პოლარული სამყაროს ერთიანობაშია, ხო? სინამდვილეში ჰარმონია, რასაც ქვია. ასე რომ ადამიანში იმ დაბალი მარტო ადამიანში კი არა, ზოგადად სამყაროში ხო ვერ გავაქრობთ. ამიტომ მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ასეთ იდეებს, ცოტა მგონია რომ утоპიურია, მაგრამ მე მჯერა იმის რომ ადამიანს ინდივიდუალურ დონეზე შეუძლია დაადგეს სიკეთის გზას. და აი მართლა ვფიქრობ, რომ ეს მეთოდი, ეს პრაქტიკები, რომელიც კლინიკა ჰარმონიაში აგერ უკვე წელიწადზე მეტია, ძალიან შედეგიანად მიდის და სულ მე იმედი მაქვს, რომ გიორგისთან ერთად კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება, რომ ახალი მიღწევები, თქვათ, კლინიკის ფარგლებში უკვე რაც შედგა კიდევ გავაცნოთ დაინტერესებულ ადამიანებს, საზოგადოებას და ვფიქრობ, რომ აი ამ წიგნის გამოცემაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს კონდეს ინფორმაცია ამ პრაქტიკის შესახებ და კონდეს შესაძლებლობაც პირადად წაიკითხოს ეს ტექსტი. და ტექსტი უცნაური რამ არის, ხა თქვენ გესწოდინებათ მით უმეტეს და დამეთანხმებით ალბათ, რომ ტექსტი რამდენი მკითხველი წავს, იმდენი აღმომჩენი ყავს ის მიერ ტექსტს, ხო მეთანხმებით? აი რაც უფრო მეტი ეგზემპლარი გაჩნდება, ჩემი აზრით, ამ წიგნის, то მიხარია, რომ კლინიკა ჰარმონია დაინტერესდა, რომ კიდევ ერთხელ, თქვათ, ახალი ტირაჟით გამოიცეს, ეს ძალიან საინტერესო თარგმანი, სხვათა შორის მე რამდენიმე მთლიანად წიგნი გამოგიტყდებით, რომ ვერ წავიკითხე, მაგრამ რამდენიმე დავინტერესდი და ძალიან ისეთი თარგმანია კარგად შესრულებული, ვფიქრობ, ზოგადოებისთვისაც ძალიან მისაღები იქნება ამ ტექსტთან ზიარება და ვფიქრობ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ ამით. და მე მინდა გითხრათ, რომ ეს თქვენი კლინიკა, ჩემი შვილისგან ვიცი, მანამდე ხა მე აქ ნამყოფი არ ვიყავი მართალი გითხრათ და მისი მეგობრებისგან და საკმაოდ ისეთი კარგი ავტორიტეტი გაქვთ და მე მისი მეგობრებისგან მოვიცე, აი ვიყავი მომარჩინა, აი ეს ეკმაყოფილი ვარ, მე იქ ვიღაცა გაუგზავნა და ასე რომ მე ხალბატონი ნუნუსგან გავიგე პირველად, რომ ეს მეთოდი მარწო ამ კლინიკაში არის დანერგილი და ძალიან გაოცებული დავში რომ მართლაც არის, იმიტომ რომ მე არ ვიცოდი მისი არსებობა და ცოტა მეტი უნდა იაქტიუროთ, რომ მოსახლეობა სჭირდებით. ასეთი მკურნალობა არის საჭირო და ალბათ უფრო მეტი უნდა იაქტიუროთ, რომ მეტი ადამიანი დაინტერესდება ნამდვილად და დიდი მადლობა მინდა უთხრა ხალბატონ ნუნუს, ბატონ გიორგის, რომ დაინტერესდნენ აი ამ თემით და აი ამ დაკარგული ჩვენი ტირაჟის ხელახლა ასე ვთქვათ აღდგენაც არ გამოდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოიცემა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ჩემი მეუღლეც იგრძნობს ამ ყველაფერზე, ძალიან გაუხარდება. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. აღურობას დავემშვიდობები, შემდეგ შეხვედრამდე.